მე-19 საუკუნეში ვინც კი გურიაში გაივლიდა, ყველა აღნიშნავდა ჭიშკრებთან გამოფენილ ცხენის თავის ქალებისა და ნალების სიმრავლეს, რომელსაც მოსახლეობა ცხენისა და შინაური ცხოველების ავი თვალისა და ავამტყუებისაგან დაცვის დანიშნულებით იყენებდა, რაც დაკავშირებული უნდა ყოფილიყო გურიაში გავრცელებულ თედორეს კულტთან. თედორე საქართველოში წარმართობისას გავრცელებული რწმენით იყო მფარველი და შემწე გლეხობისა, ამიტომაც მას ხალხი დიდ პატივს მიაგებდა. მას მოიხსენიებდა როგორც დიდ მშრომელ მიწადმოქმედს, ასევე როგორც დიდ ბატონს. იგი ითვლებოდა შინაური ცხოველების, განსაკუთრებით კი ცხენების მფარველად. წარმართობიდან ქრისტიანობაზე გადასვლის პერიოდში ძველი კულტები ახალ თანამოსახელე ქრისტიანულ წმინდანებთან დააკავშირეს და ასე განაგრძო ხალხმა წარმართული კულტების მსახურება. თედორეს კულტი დაუკავშირდა ქრისტიანულ წმინდა თეოდორეს, რომელიც იმპერატორ ადრიანეს ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს. 1848 წელს გაზეთ კავკასში გამოქვეყნებულა ნაკაშიძის წერილი გურული წესჩვეულებების აღწერით, მათ შორის აღწერილია თედორობაც. შემდეგნაირად, დიდმარხვის პირველ დღეს გურული ქალი ცომისგან აკეთებს რამდენიმე თვალისოდენა ბურთულს, რომლებსაც აწყობენ თევზზე, რომლის კიდეებზე დამაგრებული აქვს ანთებული სანთლები, რის შემდეგაც ლოცულობენ და ღმერთს შესთხოვენ, რომ თუ კი რომელიმე მათგანს ჩუტყვავილა შეეყრებოდა, ადვილად გადაეტანათ. შემდგომში ცომის ბურთულებს აგდებენ წყალში, მათთვის, ვისაც ჯერ არ შეყრიათ ჩუტყვავილა. არ შეიძლება ფხანა, ასევე არ შეიძლება წაიკითხონ წიგნი, არ უნდა შეხედონ ქერის თავთავს და არაფერი არ უნდა შეკერონ, რადგან თვლიან, რომ რამდენი მარცვალიცაა თავთავში, რამდენ ნაკერსაც გააკეთებენ, რამდენ ასოსაც წაიკითხავენ, იმდენი ყვავილის ლაქა ექნებათ სხეულზე. ამავე კვირის პირველ შაბათს ცომისგან აკეთებენ ცხენის, ჩაქუჩის, ნალის, ლურსმნის, უნაგირის, აკუნის და ასე შემდეგ ფიგურებს, რომლებსაც აცხობენ, შემდეგ წყალგარეული ღვინით ავსებენ ძალიან დიდ ღრმა ჯამს, რომელშიც ჩააწყობენ გამომცხვარ ფიგურებს, ჯამს კიდეებზე დაუმაგრებენ ანთებულ სანთლებს, შემდეგ ამ ჯამთან ლოცულობენ წმინდა თედორეს სახელზე და შესთხოვენ მას ცხენების სიმრავლეს. ლოცვის დამთავრებისას ყველანი ზურგზე ხელებდა წყობილი, მიდიან ჯამთან, დაიხრებიან და პირით იღებენ ჯამში მოცურავე ფიგურებს. ამოღებისთანავე ცხენის ჭიხვინის მიბაძვით მირბიან კარისკენ, რომელსაც ფეხისყვრით აღებენ და გარეთ გადიან. ასე გრძელდება მანამ, სანამ ყველა ფიგურას არ ამოიღებენ ჯამიდან. თედორობას ასევე აკეთებენ წადილს, ანუ ნიგზის ან თხილის უწყულით შეზავებულ ხორბალს. გურიის თედორობის მსგავს მეგრულ გაცხენების რიტუალს აღწერს კონსტანტინე გამსახურდია მთვარის მოტაცებაში. ცნობები თედორობის შესახებ ჩვენამდე მოიტანა კახაჩავლეშვილმა, რომელიც საკუთარ გვერდზე ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს. გამოიწერეთ მისი გვერდი, ვინც არ მიცნობთ, მე ვარ თია სიხარულიძე, დღეს დროებით აგემშვიდობებით და აქვე დავძენ, რომ ვისურვებდი თედორობის რიტუალის აღდგენას, თუნდაც თეატრალიზებული სახით, ისევე როგორც არის აღდგენილი და შემონახული კალანდა. დროებით დაგემშვიდობებით.